მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ იმ მდგომარეობას და იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ბოლო დღეების, თვეების განმავლობაში. დღეს შევეცდებით, რომ ყურადღება მივაქციოთ ამ მეტად მნიშვნელოვან თემას და რეგიონს. პირველ რიგში გეტყვით, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი არის ძალიან სერიოზული ინტერესების დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გეოპოლიტიკური რეგიონი და აქ ხდება დაპირისპირება და კონკურენცია, რადგანაც აქ გადის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტები, განლაგებული არის გაზის საბადოები, ასევე სხვადასხვა არააღიარებული ტერიტორიები არსებობენ, ისევე როგორც კონფლიქტები. 2024 წლიდან რეგიონი გრძნობს იმ ომის შედეგებს, რომელიც უკავშირდება ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმას და მაგის შემდეგ უკვე დაწყებულ ომს შეერთებული შტატების და ესე იგი ისრაელის ირანთან. იქნება ეს სირიის მიმართულებით თუ ლიბანის მიმართულებით. არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, გადადის მეზობელ ქვეყნებში და მოქმედებს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. კუნძულზე, ასევე კვიპროსზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება. კუნძული რჩება დაყოფილი ორ ნაწილად. საერთაშორისო აღიარებული ნაწილი კვიპროსის რესპუბლიკა და არაღიარებული ნაწილი კვიპროსის თურქული, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული. აქედან გამომდინარე, ვითარება ადგილზე მნიშვნელოვნად იცვლება, რადგანაც თურქეთის ქმედებებს ემატება ასევე საფრანგეთის, საბერძნეთის, ევროკავშირის, ეგვიპტის და სხვა რიგი ქვეყნების ქმედებები. დავიწყოთ იმით, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაიძაბა თავად კვიპროსის ტერიტორიაზე. კვიპროსის ტერიტორიაზე რაფ აკროტირიზე, ეს არის ბრიტანული ბაზა, რომელიც მდებარეობს კვიპროსზე, ოღონდ ეს არის ბრიტანეთის ტერიტორია კვიპროსის კუნძულზე და არა კვიპროსის რესპუბლიკაში არ მდებარეობს. რაფ აკროტირი ქვია, ეს არის საერო ბაზა. 2026 წლის მარტში მოხდა ირანის თავდასხმა დრონების მეშვეობით და პირველ რიგში ბალისტიკური რაკეტებით ისროდნენ. დრონებმა ვერც მიაღწიეს. ამის შედეგად თურქეთმა განალაგა კუნძულზე 6 F-16 და საერო თავდაცვის ძალების სისტემები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროდრომის გამაგრება ერჯანის, რომელიც მდებარეობს ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში, 9 მარტს მოხდა და მიზანი არის საერო თავდაცვის უზრუნველყოფა ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიის. ამავე პერიოდში საფრანგეთმა ასევე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საკუთარი ერთადერთი ავიამზიდი შარლ დე გოლი გაუშვა კვიპროსის კუნძულთან. საბერძნეთმა კი 4 F-16 ასევე განათავსა კვიპროსზე, ისევე როგორც 2 ფრეგატი. Turkish Minute, ესე იგი, საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთი აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა სწორედ ირანის თავდასხმის გამო. თუმცა, ემანუელ მაკრონის ვიზიტამდე კვიპროსზე თურქეთი აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვის მიზანს ემსახურება. კონტექსტი უნდა გავშალოთ აუცილებლად. 2025 წლის შემოდგომაზე თურქეთმა და ეგვიპტემ გამართეს პირველი ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. წვრთნებს ერქვა მეგობრობის ზღვა და მიმდინარეობდა 22-დან 26 სექტემბრამდე. თურქეთის მხრიდან 2 ფრეგატი, სარაკეტო კატერები, წყალქვეშა ნავები და 2
F-16 მონაწილეობდა. ექსპერტების შეფასებით, 5 დღიან ამ წვრთნებს შეგვიძლია უწოდოთ უპრეცედენტო, რადგანაც ბოლო 13 წელიწადში ასეთი წვრთნები არ ყოფილა და ეს არის სიმბოლური მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა 10 წლეულის განმავლობაში ურთიერთობების დაძაბვის გამო, როდესაც იდეოლოგიური განსხვავება გახდა აშკარა. კერძოდ, თურქეთში ხელისუფლებაში იმყოფებიან ძმები მუსლიმების წარმომადგენლები, ხოლო ეგვიპტეში ძმები მუსლიმების წარმომადგენლების წინააღმდეგ სამხედროებმა რევოლუცია, აჯანყება, სამხედრო გადატრიალება მოუწეს. თუმცა ახლა გარკვეულწილად ამ ურთიერთობების დაბალანსება და ხელახლა ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, რაზეც წეღან ვისაუბრე. ეგვიპტის და თურქეთის მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მიმდინარეობს პოლიტიკური დაახლოების ფონზეც. და პოლიტიკური დაახლოება არის კიდევ ერთი ნაწილი ამის. ჩვენ თქვენთან ერთად გვისაუბრია, რომ 4 ქვეყანა, თურქეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და პაკისტანი გეგმავენ ერთობლივი სამხედრო ალიანსის ორგანიზებას, ჩამოყალიბებას და ახლოებით არაფორმალურად ექსპერტები მას უწოდებენ სუნიტურ ნატოს, ანუ მუსლიმურ ისლამურ, ასე ვთქვათ, სუნიტურ ნატოს. თუმცა ამას ოფიციალურად უარყოფენ, რომ ასეთი ნატოს სტრუქტურა იქნება, მაგრამ შინაარსობრივად იმსგავსება სწორედ იმიტომ, რომ სამხედრო თანამშრომლობის 4-მხრივი ფორმატი არის. გუშინ ასევე დაიწყო ძალიან ფართომასშტაბიანი წვრთნები თურქეთის და ეგვიპტის საერო ძალების სწორედ ეგვიპტის ტერიტორიაზე. მხარეები განიხილავენ წვრთნების ფარგლებში კოორდინაციას ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დროს, რაც არის საკმაოდ საინტერესო და ასევე ესე იგი, რომ თავსებადი იყვნენ შეიარაღებული ძალები. პარალელურად ამისა, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მალე შედგება კიდევ ერთი შეხვედრა 4-მხრივი ფორმატით, რომელიც წეღან აღნიშნე: თურქეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი. 2025 წლის აგვისტოში თურქეთმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერა ერთობლივად დრონების წარმოების შეთანხმებას და ხედავთ, რომ ანკარას და კაიროს აქვთ სურვილი ალტერნატიული სამხედრო ალიანსები ჩამოაყალიბონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სირიასა და ლიბანში კონფლიქტების ფონზე პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა და ჩამოაყალიბა პრაქტიკულად ახალი ჩარჩო ეროვნული უსაფრთხოების. 2026 წლის 10 ივნისს გამოსვლისას პარლამენტში მან განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება არ იწყება ხატაიში, არამედ იწყება ალეპოში, დამასკოში და ბეირუთში. შესაბამისად, ეს არის სირიის და ლიბანის ტერიტორია. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ აგრესიას მოძმე ქვეყნების წინააღმდეგ და თვალს არ დახუჭავენ ასეთ აგრესიაზე. თურქეთის სახელმწიფო კომპანიამ TR-Team ასევე განაცხადა, რომ ერდოღანმა დაამატა ამას, რომ ძალიან კაცრი რეაგირება ექნება ნებისმიერ შელახვაზე თურქების ან კვიპროსელი თურქების უფლებებზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. 2026 წლის 12 მაისს ანკარაში წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს დააკანონოს თურქეთის მოთხოვნები ეგეოსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის რაიონებში. დოკუმენტი მომზადებულია საერთაშორისო საზღვაო სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ, ანკარას უნივერსიტეტთან არსებულის, რომელიც განიხილავს თურქეთისთვის 12 საზღვაო მილის ტერიტორიული წყლების განსაზღვრას შავ და ხმელთაშუა ზღვაში და 6 მილის შენარჩუნებას ეგეოსის ზღვაში.
პროექტი ასევე შეიცავს კონტინენტური შელფის და ექსკლუზიური ეკონომიკური ზოლების ჩამოყალიბებას და ნებისმიერ ასეთ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სამეცნიერო თუ სხვა საქმიანობისთვის აი ამ ზონებში ზღვის, რომელსაც თურქეთი საკუთარ ზონად მიიჩნევს, აცხადებს, რომ საჭირო არის თურქეთის ნებართვა. ერდოღანის მრჩევლის ჩაგრი ერხანის მტკიცებით, დოკუმენტი ძალიან მალე იქნება განსახილველად პარლამენტში. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონ პროექტი გამომდინარეობს იქედან, რომ საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი, ასე ვთქვათ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე გადადიან და ეს მიზნად ისახავს კონკრეტულად ჩამოაყალიბოს სწორედ თურქეთის ხედვა საზღვაო სამართლის მიმართულებით და საზღვაო კონტროლის მიმართულებით. საბერძნეთთან და კვიპროსმა უკვე კრიტიკულად შეაფასეს ეს ინიციატივა და განაცხადეს, რომ ერთ ცალმხრივად, ასე ვთქვათ, ეროვნული კანონმდებლობის გავრცელება საერთაშორისო სამართალზე ვერ მოხდება და არსებული საზღვაო ზონების გადანაწილება ასე ვერ მოხდება. თურქეთი ცდილობს ამ კანონით, რა თქმა უნდა, სერიოზული ზეგავლენა იქონიოს კონტინენტურ შელფზე, რადგანაც საუბარია გაზის და ნავთობის საბადოებზე და ასევე ზოგადად სამხედრო კონტროლზე. 2026 წლის 18 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების და შეიარაღების კონცენტრაცია კვიპროსზე ხდის კვიპროს სამიზნედ შეერთებული შტატების და ისრაელის ომის პირობებში ირანის წინააღმდეგო. ამ განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ ბერძნულ კვიპროსული ადმინისტრაცია ქმნის რისკებს, როცა აძლევს შესაძლებლობას კუნძული გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის. და ანკარა გამოიყენებს შესაბამის ნაბიჯებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თურქეთმა უარყო კვიპროსის მიერ გამოცემული ნოტამი, ეს არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც უკავშირდებოდა სამხედრო აქტიურობას ზღვაში კუნძულიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. თურქეთმა განაცხადა, რომ ეს ნოტამი ესე იგი ქმნის იურიდიულ ქაოსს და ხელს უშლის და ეჭქვეშ აყენებს თურქული კვიპროსის, ესე იგი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებს. ამის საპასუხოდ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ კონტროლი თავის რაიონში, საჰაერო სივრცეში აქვს მხოლოდ მას. ინტერვიუში უნდა ვთქვათ, რომ აი ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა თურქეთის, რომ ომის ფონზე აუცილებლად გაამაგრებს კიდევ უფრო სამხედრო შესაძლებლობებით ამ კუნძულს და მის ჩრდილოეთ ნაწილს შესაბამისად, მათ შორის გაგზავნილი არის F-16-ები და სააერო თავდაცვის სისტემები. 8 ივნისს, ანუ რამდენიმე დღის წინ, კვიპროსმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმება სტატუსის ძალების შესახებ. რომელი შეთანხმებაც აძლევს საშუალებას ფრანგ შეიარაღებულ ძალებს დროებით განთავსებული იყვნენ სამხრეთ კვიპროსში და აწარმოონ იქ, ესე იგი, წვრთნები, გამოიყენონ ინფრასტრუქტურა ლოგისტიკის მიზნით. ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული სწორედ ფრანგული იქ ყოფნა, მათ შორის შარლ დე გოლის ავიამზიდის მეშვეობით, ისევე როგორც დრონების საწინააღმდეგო ჯარებიც გაუშვეს ფრანგებმა კვიპროსზე სწორედ ირანის თავდასხმის შემდეგ. გუშინ 11 ივნისს ანკარამ კაფიოდ დაგმო ეს შეთანხმება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონტრადმირალ ზეკი აქტიურკმა განაცხადა, რომ საფრანგეთს არ გააჩნია გარანტის სტატუსი კვიპროსზე და რომ ეს შეთანხმება ბერძნულ კვიპროსულ ადმინისტრაციასთან არის ერთცალმხრივი ბალანსის შეცვლა ცალმხრივად და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ასევე მან განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო კოალიცია, რომელიც არ ითვალისწინებს თურქეთის და თურქი-კვიპროსელი თურქების უფლებებს, განწირულია. თურქეთი ასევე განიხილავს ამ ერთობლივ სამხედრო თანამშრომლობას საბერძნეთს, კვიპროსსა და ისრაელს შორის, როგორც საფრთხეს და მზად არის სათანადო ნაბიჯები გადადგას, ესე იგი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 8 ივნის 2026 წლის ნიკოსიაში, კვიპროსის დედაქალაქში, მიმდინარეობდა არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების და ამ შეხვედრის დროს შეხვედრამდე რეალურად კვიპროსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის თვითმფრინავი, რომელზეც იმყოფებოდნენ საბერძნეთის, საფრანგეთის და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრები, ჰქონდათ სერიოზული ხელიშეშლა კავშირის მიმართულებით და ეს ყველაფერი ხდებოდა სწორედ ჩრდილოეთ კვიპროსიდან, ასევე თურქული F-16-ები იყვნენ ცაში საკმაოდ ახლოს აი ამ თვითმფრინავთან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების. Cyprus Mail-ის ინფორმაციით, სწორედ ერჯანის აეროპორტიდან ჩრდილოეთ კვიპროსში ხდებოდა ეს ყველაფერი, მათ შორის ორი თურქული F-16-იც იქედან იყო აფრინდა ცაში. კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ხრისტოდულიდისმა განაცხადა, რომ ეს ქმედებები არის მიუღებელი და განაცხადა, რომ საკითხი დიპლომატიურ დონეზე იქნება დაყენებული. შემდგომ უკვე თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა უარყო ეს, განაცხადა, რომ დიახ, ორი F-16 იყო ცაში, რადგანაც მინისტრებმაო აი ამ სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით დაარღვიეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სააერო სივრცე. ამიტომ ზომები იქნა მიღებული. თურქეთის თავდაცვის ესე იგი სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავებმა ესე იგი ამ F-16-ებმა არ დაარღვიეს საერთაშორისო რაიმე ნორმა, რადგანაც არ ჩაერივნენ აი ამ ფრენაში, მაგრამ აკონტროლებდნენ სწორედ მათი თქმით ჩრდილოეთ კვიპროსის აი ამ სააერო ზოლს და აი ამ ნაწილს. ეს არის ძალიან, რა თქმა უნდა, საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება. გარდა ამისა, უნდა აუცილებლად, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ამავე ლოგიკას და ეს, რა თქმა უნდა, ერდოღანის განცხადებები არის შემდეგი. ერდოღანმა ძალიან გაამწვავა საკუთარი რიტორიკა ისრაელის მიმართ და ასევე კვიპროსის ბერძნების მიმართ. 2026 წლის 10 ივნისს ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანზე და სირიაზე მისულია იმ წერტილამდე, როდესაც საფრთხეს უქმნის თურქეთს. ერდოღანმა ბრალი დასდო ისრაელს იმაში, რომ ისრაელი ცდილობს ომის წაქეზებას კვიპროსზე და აფრიკაში. სომალილენდი აქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა, აქ. გვისაუბრია თქვენთან ერთად სომალილენდზე. ასევე განაცხადა, რომ თუ იქნება დარღვეული თურქეთის და თურქი-კვიპროსელი თურქების უფლებები, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრიო. ჯერუსალიმ პოსტმა, ებრაულმა გამოცემამ, განაცხადა, რომ ერდოღანი ასევე ამას უმატებდა იმას, რომ არსებობს პატარა არსებები,
ვინც ვის ამბიციებით ესე იგი აღემატება საკუთარ ზომებს და ეს პატარა არსებებიო იყენებენ ისრაელს და გახდნენ ასე ვთქვათ, აი სწორად რო თარგმნოთ ალბათ ქართულად იქნება სიონისტების წარმომადგენლები, აი დაახლოებით ასე. TRT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოება არ იწყება, ესე იგი იწყება ალეპოდან, დამასკოდან და ბეირუთიდან და ანკარა არ დაუშვებს სირიის ან ლიბანის პლაცდარმად გადაქცევის ცდილობას. ნუ აქვე უნდა დავამატოთ გულწრფელი რო ვიყოთ, რომ დღეს სირია არის თურქული პლაცდარმი სინამდვილეში და არა პირიქით. მაგრამ საინტერესო არის, რა თქმა უნდა. ასევე განაცხადა, რომ თუ თურქეთის და თურქი-კვიპროსელების უფლებები დაირღვევა, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. Daily Sabah წერდა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთი, რომელიც გარანტორი არის ყველაზე მკაცრი გზით უპასუხებს მტრულ ქმედებებს, ხოლო პატარა ქვეყნები, რომლებიც ანკარას წინააღმდეგ შედიან ალიანსებში, არ უნდა ცდილობდნენ თავგადასავლების ძებნას საკუთარი თავისთვის. კვიპროსის ხელისუფლება აფასებს თურქეთის აი ამ ხედვებს, როგორც რევიზიონიზმს და ხშირად მიმართავს ევროკავშირს. ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ შეისწავლის აი ამ ფრენაში თავდაცვის მინისტრების ჩარევას და კავშირში არის ნიკოსიასთან. ეს არის დედაქალაქი კვიპროსის. საფრანგეთი და საბერძნეთი ასევე ზრდიან საკუთარ წარმომადგენლობას სამხედრო შესაძლებლობებს ასევე კვიპროსზე. საფრანგეთი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაზარდოს საკუთარი საზღვაო მისია SPIDES, რომელიც წითელ ზღვაში და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოებას ისახავს მიზნად. ბერძნულმა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა უნდა იყოს სოლიდარული კვიპროსთან და მხარი დაუჭიროს კვიპროს სამხედრო მიმართულებით. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ F-16-ების განთავსება კვიპროსზე, რა თქმა უნდა, ზრდის კვიპროსის მილიტარიზაციას და ართულებს იქ არსებულ მდგომარეობას. მეორე მხრივ, ფრანგების მიერ ავიამზიდის გაგზავნა, საბერძნეთის მიერ ფრეგატების და F-16-ების გაგზავნა, თურქეთის მიერ კიდევ უფრო გაზრდა იქ შეიარაღებული ძალების, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მოახდინა კუნძულის მილიტარიზაცია. თურქეთის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ წინააღმდეგია ნიკოსიის და ევროკავშირის პოზიციების და მათ სიონისტების წარმომადგენლებად მოიხსენიებს. იმ ქვეყნებს, ვინც თანამშრომლობს ისრაელთან. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ნაციონალისტურ გარემოს თურქეთში და ართულებს დიპლომატიურ დღისწესრიგს. თურქეთის და ეგვიპტის ერთობლივი წვრთნები 13 წლის შემდეგ მეტყველებს დაახლოებაზე ანკარასა და კაირს შორის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არამხოლოდ თავდაცვითი თანამშრომლობა არის, არამედ სერიოზული გზავნილია ისრაელისა და საბერძნეთის მიმართ, რომ თურქეთს და ეგვიპტეს შეუძლია ერთობლივი მოქმედება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. 2026 წლის 12 მაისს ეს კანონმდებლობა, რომელიც წარდგენილი ანკარას მიერ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც შექმნის კიდევ უფრო დიდ დაძაბულობის კერას რეგიონში. საერთაშორისო სამხედრო ყოფნა რეგიონში, რომელიც მზარდია და იზრდება, პრობლემურია და ამხედან გამომდინარე ის ნოტამი, რომელიც გაკეთებული არის და ამის საპასუხო ისე როგორც ფრენაში ჩარევა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კერა დაძაბულობის რჩება ძალიან აქტუალური. თურქეთის მიერ ამბიციის გამოთქმა, რომ უსაფრთხოება თურქეთის იწყება არა თურქეთში და არა ჰატაიში, არამედ ალეპოში, დამასკოში და ბეირუთში, გვაჩვენებს ანკარას სურვილს ბუფერული ზონების ჩამოყალიბების და საკუთარი საზღვრების გაფართოების სირიის და ლიბიის მიმართულებით.
ლიბანის უკაცრავად, ლიბანის მიმართულებით. და შესაბამისად ამ ყველაფრის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა გახდა დაპირისპირების მნიშვნელოვანი კერა, ადგილი, სადაც ინტერესები კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ უნდა ველოდოთ, რა თქმა უნდა, ისრაელის, საბერძნეთის და კვიპროსის, ასევე ესე იგი გაერთიანებული არაბული საამიროების და ინდოეთის მიერ პარტნიორობის და თანამშრომლობის გაზრდა, ხოლო უახლოეს დღეებში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა თურქეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და პაკისტანი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ვითარება ალიანსები რეგიონში სერიოზულად ყალიბდება, ორი ასეთი ცალ-ცალკე ალიანსი ყალიბდება რეგიონში და ეს მნიშვნელოვანი საფრთხე არის სტაბილურობისთვის რეგიონში. აშკარა არის, რომ მთავარი წამყვანი ძალა არის თურქეთი, ხოლო თურქეთის და ეგვიპტის მიერ ერთობლივი წვრთნების ჩატარება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აქ ისლამურ სუნიტურ ქვეყნებს გააჩნიათ გარკვეული ერთობლივი ინტერესები და დღის წესრიგი. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ ყველაფრის ანალიზს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, შეგიძლიათ არც მხარი დაუჭიროთ აღწერაში მოცემული საშუალების მეშვეობით, ასევე გაწევრიანდეთ აქ YouTube-ზე ან Patreon-ზე არხის მხარდაჭერის და დამატებითი ანალიტიკური მასალების მიღების მიზნით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.